ლურჯი თევზი. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი მეფე. ერთი კი არა, ბევრი მეფე იყო ქვეყანაზე, მაგრამ მაინც ეს ჩვენი მეფე მეტად გამოირჩეოდა. ერთხელ მეფეს სრულიად მოულოდნელად თვალები ასტკივდა, დაბრმავდა. მეფემ სადაც ვინმე ექიმი ჰყავდა, სუყელანი მოიწვია, მაგრამ ვერაფერი გაუგეს მის ზნეულებას, ვერც თავი და ვერც ბოლო. ბოლოს თავისით ერთი ბებერი მკითხავი მოვიდა სასახლეში და მეფეს ურჩია. მეფეო, დამიჯერე, თქვენს მდინარეში რომ ლურჯი თევზია, ის დააჭერინეთ თქვენს მეთევზეებს. გარიჟრაჟზე სანამ ზის პირველ სხივს მეორე მოჰყვება. ორად გაჭერით და თვალებზე მაგრად მიიგარით. თუ გიშველით, ეს გიშველით. მეფემ მაშინვე ბრძანება გასცა, რომ ის ლურჯი თევზი დაეჭირათ. სირბილით წავიდნენ მეთევზეები ბრძანების შესასრულებლად. 2 დღე იწვალეს და მესამე დღეს კი, როგორც იქნა დაიჭირეს თევზი. წამოიყვანეს დიდი სიხარულით და მოართვეს მეფეს. მეფემ თევზი ქილაში ჩაასმევინა, რადგანაც ჯერ შესაბამისი დრო არ იყო, რომ თვალებზე დაეკრა. მეფეს ყავდა ერთი 15 წლის ვაჟი. ვაჟმა რომ ნახა თევზი ქილაშია და წვალობს ადგაფუნებს წყალს, ფრთხილად ამოიყვანა და იქვე ნაკადულში გაუშვა. ლურჯი თევზი ერთი შემოტრიალდა, კუდი წყალს დაჰკრა და სწრაფად დაჰყვა ნაკადულს. ის იყო რიჟრაჟი იწყებოდა და მეფემ მოითხოვა თევზი სამკურნალოდ, მაგრამ ის ქილაში აღარ იყო. გაირკვა რაც მომხდარიყო და მეფემ მოიხმო შვილი თავისთან. უთხრა: წადი, ან ის ლურჯი თევზი მომგვარე, ან არა და ნუ არ დაბრუნდები. რაღაც იზამდა ვაჟი. გაუდგა გზას იმ თევზის საძებნელად. იარა და ბევრი იარა თუ ცოტა იარა, მივიდა ერთ ადგილას, სადაც გზები იყოფოდა. მივიდა ახლოს და დაინახა, რომ იქ ერთი მისი ტოლი ბიჭი იყო. ხრებზე ტყაპუჭი მოეგდო და შინდის ხისგან მშვილ დისარს თლიდა. მიესალმა მეფიშვილი, გამოიკითხეს ერთმანეთის ვინაობა და აღმოჩნდა, რომ ორივენი ერთ გზას ადგნენ და იმ ბიჭმა თვითონაც არ იცოდა სად მიდიოდა. ერთად ვიაროთო გადაწყვიტეს, აკრიფეს თავიანთი გუდანაბადი და გასწიეს ერთად. იარეს და მივიდნენ ერთ ქალაქში. იქ ერთი დედაბერი შეხვდათ. ძმადნაფიცები ძალიან შეეხვეწნენ მათთვის ბინა მიეცა. დედაბერმა მიიღო ისინი ისე, როგორც საკუთარი შვილები, მაგრამ მათი რჩენა ძალიან უჭირდა. ბიჭმა მოიხსნა მშვილდისარი და სთხოვა დედაბერს ჩონგურში გადაეცვალა. მოვიდა დედაბერი შინ, მოიტანა ჩონგური და ვაჟებს უთხრა: ჩონგური მოვიტანე, მაგრამ დაკვრა რომელმა იცით. ამის ოსტატი მეფის წულის ძმადნაფიცი გამოდგა. ყოველ საღამოს იმდენ ფულს იღებდა თავისი ოსტატობით, რომ ფული აუარებელი ჰქონდათ და აღარც სასმელ საჭმელი აკლდათ. გავიდა ხანი. ერთ საღამოს დედაბერმა მოიხმო ვაჟები და უთხრა: შვილებო, თქვენ უკვე დრო გაქვთ, რომ დაქორწინდეთ. აქ ერთი მეფის მზეთუნახავი ასულია, გათხოვების დრომ მოუწია. ასეთი პირობაა. ქალი საქმროს ერთ შეკითხვას მისცემს და თუ გასცა ვაჟმა პასუხი, გაჰყვება ცოლად. თუ არა და ხელმწიფე თავს მოაჭრევინებს. წადით ნახეთ ის ქალი. რა იქნება ისეთი კითხვა, რომ ვერ გამოიცნოთ. ძმობილმა უთხრა მეფის შვილს: წადი, სცადე ბედი, ვერც თვალტანადობით დაგიწუნებს და ჭკუაგონებაც გიჭრის. მეორე დღეს მართლაც წავიდა მეფის შვილი მზეთუნახავის გულის მოსაგებად. ქალმა უთხრა: ერთ კითხვას გეტყვი, თუ გამოიცნობ, ცოლად წამიყვან, თუ არა დაიცოდე, თავს მოგჭრიან. პასუხის მოსაცემა 3 დღის ვადას გაძლევ. თქვა ეს და ჰკითხა ვაჟს: სულამბარა და გულამბარა, რა იყვნენ ერთმანეთის? წამოვიდა მეფის შვილი სახლში და უთხრა თავის ძმობილს და დედაბერს ეს ამბავი. დედაბერმა მიასწავლა ერთი დედაკაცის სახლი და უთხრა: უკიპოდ, ისე უნდა ახვიდე აივანზე, რომ დედაკაცმა კიბით არ გამოგასწროს. სარკე დაუმალე და მანამ არ გამოუჩინო, სანამ არ გასწავლის მაგ ამოცანის ამოხსნისას რა გზას დაადგე. ძმადნაფიცმა მეფიშვილი არ გაუშვა. მე უფრო მარდი ვარო და თვითონ წავიდა. მართლაც ისე მოახერხა, როგორც დედაბერმა დაარიგა. უჩუმრად აძვრა აივანზე და დედაკაცისაგან შეიტყო, რომ ერთ მინდორზე იდგა ერთი ვაჭრის დუქანი.
უნდა მისულიყო მეფიშვილი იქ და ვაჭრისთვის ეთხოვა მოჯამაგირე დამიყვანეო. მერე ღამით დუქანში არასდიდებით არ უნდა დარჩენილიყო და თან უნდა გაჰყოლოდა ვაჭარ სახლში. თუ მოახერხებდა და გაჰყვებოდა, ყველაფერს შეიტყობდა, მაგრამ იქიდან ცოცხალი ძნელად თუ გამოვიდოდა. მაშინ უნდა როგორმე სამჯერ დაესტვინა, მერე კი ძმადნაფიცი უშველიდა. წავიდა ეს მეფიშვილი და მივიდა ვაჭართან. უთხრა: მოჯამაგირე ხომ არ გინდა? გასამრჯელოს არ ვითხოვ, მხოლოდ ხმელპურს შევჭამ. დახარბდა ვაჭარი და სიხარულით ჩააბარა დუქანი. საღამოს კაცი უკვე შინ წასვლას რომ აპირებდა, ბიჭმა თან გაყოლას თხოვა. ვაჭარმა ბევრი იწუწუნა, მაგრამ ბიჭი არ მოეშვა. შინ გამათევინე თუ არა და ხვალიდან დუქანს უპატრონოდ მიგიტოვებო. ვაჭარმა ბევრი იწუწუნა, მაგრამ ბიჭი არ მოეშვა. მაშინ ვაჭარმა უთხრა: წაგიყვან მხოლოდ იქიდან ცოცხალი ძნელად თუ გამოხვალო. დათანხმდა ვაჟი და გაჰყვა. ბიჭი შევიდა თუ არა ვაჭრის სახლში, მაშინვე შენიშნა მაღლა ჩამოკიდებული ხმალი და მათრახი. ბაღშმის შემდეგ ვაჭარმა შუა ადგილას სკამი დადგა, ჩამოიღო ხმალი და მათრახი და იქვე დააწყო. მერე ტახტის ქვეშ შეძურა და 2 ტომარა გამოიღო. აიღო ერთი, დადო სკამზე და დაიწყო ტირილი. მერე დაავლო ხელი მათრახს და რაც ძალი და ღონე ჰქონდა დააყარა ტომარას. სცემა და ისევ ტახტის ქვეშ შეაგდო. ახლა მეორე ტომარა აიღო. იმასაც დააყარა მათრახი და ისიც შეაგდო ტახტის ქვეშ. ბიჭი გაკვირვებით უყურებდა ამ ამბავს და ჰკითხა: რას ნიშნავს ეს ტომრების ცემა? ვაჭარმა უამბო, რომ პირველად რომელიც აიღო, ის იყო მისი ცოლის სულამბარას ტომარა, ხოლო მეორე იყო მისი მოჯამაგირის გულამბარას. ამათ შეჰყარებოდათ ერთმანეთი, გაეგო ეს ვაჭარს და ორივენი დაეხოცნა. ეს ამბავი აქამდე მარტო ვაჭარს ცოდნოდა და ეხლა მეფის შვილმა ათქმევინა. ამიტომ სხვა გზა არ მაქვს. უნდა მოგკლაო, უთხრა ვაჭარმა და კარს ურდული დაუგდო. ბიჭმა სთხოვა: მაინც ვკლავ და გარეთ ჰაერზე მალოცვინე უკანასკნელად. ვაჭარს შეეცოდა, გახსნა ჩარაძული კარი და გაიყვანა ბიჭი გარეთ. თან ხელი მტკიცედ უკიდია ქამარში. ბიჭმა ფეხი გადგა თუ არა კარში, ჯერ ნელა, შემდეგ კი უფრო ძლიერ დაუსტვინა სამჯერ. უცბად იყო და სადარა გაჩნდა ძმადნაფიცი, მოიკიდა ზურგზე და გაქრა სიბნელეში. იმ დილით სრულდებოდა უკვე პირობის მესამე დღე. შინ რომ მივიდნენ, ძმობილმა ყველაფერი აამბობინა და მეფის ქალთან გაისტუმრა. მეფის შვილმა უთხრა ქალს ეს ყველაფერი და ცოლად წამოიყვანა. გამოატანა ქალვაშს მეფემ აუარებელი ოქრო ვერცხლით დატვირთული აქლემები. წამოიყვანეს ძმობილიც და დაადგნენ ბიჭის სამეფოსაკენ მიმავალ გზას. როცა მიადგნენ იმ ადგილს, სადაც პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, ძმადნაფიცმა უთხრა მეფის შვილს: შენს საქმეში და ბედნიერებაში წილი მეც მიდევს და ახლა ეს ყველაფერი შუაზე უნდა გავიყოთ. რა თქმა უნდა, ისედაც ასე ვფიქრობდი. სიხარულით მიუგო ვაჟმა და დაიწყო ოქრო ვერცხლის თანაბრად გაყოფა. გაყოფა რომ დაიწყეს, უცებ ძმადნაფიცი იქცა ლურჯ თევზად. შეცურდა წყალში და როდესაც ისევ ამოყო თავი, გამოსძახა მეფის შვილს: მე ის თევზი ვარ, რომელიც შენ სიკვდილისგან იხსენი და ნაკადულში გაუშვი. ხედავ, ისეთი კეთილი დარჩი და არც ქონება გენანება. მე გოქრო არაფერში მჭირდება. წავალ, ჩემი თავისუფლებით ვიცხოვრებ, შენ კი როცა გაგიჭირდეს, ჩვენ გული ააჟღერე და მაშინვე შენთან გავჩნდები. თქვა ეს და გაუჩინარდა. მოვიდნენ ვაჟის სამეფოში. ბრმა ხელმწიფე მომკვდარიყო და ლურჯი თევზის ამბავი აღარავის მოუკითხავს. ბიჭმა სასახლეში ცხოვრებაზე უარი თქვა. აიშენეს ცოლ-ქმარმა ერთი კოხტა სახლი და ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად. ჭირი ქალხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.